ბიჭო? შემდეგ შემოვარდნით სახალხო კრებულს.
გაითავისეთ რა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რაც 25 ნოემბერს სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მიიღო. აქ დადებით ის ადამიანები, რომლებიც სანაუცნო სახალხო კრებას და იმედია თქვენ ისეთები აქტიური წევრები იქნებით სახალხო კრების, როგორც ის ადამიანები, ვინც დასაწყისშივე იყიდნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომის მოვიდა. თავარია მოვიდა და თავარია კიდევ მოვლენდა და ფერი საქართველოს სახალხო კრებას არაფერი დავიდა, რომ თავი მოვიწყო ჩვენ და გვაქვს, რომ აბსოლუტურად ყველანაირად ღერმა საქართველოს მოსახლეობამ გაიგო ის დეტალები, ჩართული დეტალები, რადგან სახალხო კრების ლიდერები საუბრობენ და ის საქმეებს, სადაც ისინი აკეთებენ, ყველა ზუსტად და ობიექტურად მიიღებს ამას თავიანთ სახში. ამიტომ მებრძოლები ის ადამიანები უკაცრავად გასაგებია, მაგრამ ის ზუსტად ახალგაზრდები არიან. აბათი შემოძლებოდა აქ დანებით ის ადამიანები, რომლებმაც თითოეულ ოჯახში, თითოეულ პიროვნებასთან უნდა მიიპაროთ ის აზრი, რომ სახალხო კრება არ არის რომელიმე ერთი პარტია, არამედ სახალხო კრება არის ქართველი ერის, სურვილის, გამოხატული თავისუფლება, რომლის მიზანიც არის ერთადერთი საქართველოს კეთილდღეობა, საქართველოს ბედნიერება, ჩვენი შვილების და შვილიშვილების ლამაზი ცხოვრება და ამისთვის რამდენიმე ნაბიჯია გადასაწყვეტი. პირველი არსებული ხელისუფლების დემონტაჟი და მეორე თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. და ამას თქვენ განაშე ვერ შევძლებთ ჩვენ. ისედაც თუნდა დავგვიანებთ, რადგება უჭირდა ხელშემოწმება და ამიტომ ბევრი რომ გავაგრძელებთ მოგახსენებთ დასაწყისში, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გაიჩნდათ დღეს. მე წინ არ გავუძლებთ მოვლენებს და ეხლა მინდა სცენა და მიკროფონი გავუყო ჩვენს მეგობარს გელა ნიკოლაიშვილს. თოჩემოძებოს გელა. მოგესალმებით, ჯურბასო მეგობრებო, მივესალმებით ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ამ დარბაზშია, ამ დარბაზში შეიძლება ვერ არის, მაგრამ გულით და სულით ჩვენთან არის და იზიარებს იმ განწყობილებას, რომელიც დღეს ამ დარბაზში სურვებს. მე მოგახსენებთ ჩემ მოხსენებას დაახლოებით 15 წუთიან დიდხანს არ გადაგული, რომლის ძირითადი თემა რა თქმა უნდა დღევანდელობა გახდა. სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა სისტემატურად ჩამჩიჩინებს, რომ 2003 წლის ნოემბრამდე საქართველოს იყო კორუმპირებული, ბნელი და არშემდგარი სახელმწიფო. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი საქართველოს დიდ წარმატებებს მიაღწია და რაც მთავარია, სახელმწიფო შედგა. დღეს საქართველო არის პროგრესის გზაზე დამდგარი ნათელი და ყველაზე წარმატებული სახელმწიფო რეგიონში, ნომერ პირველი რეფორმატორი, რომლის გამოცდილების გაზიარებასაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებიც კი ცდილობენ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ყოველდღიური გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომლითაც ის ცდილობს ყველას დაუმტკიცოს საკუთარი არსებობის აუცილებლობა და უდიდესი მნიშვნელობა. 2003 წლამდე საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი იბრძოდა პრეზიდენტ შევარდნაძის დროს არსებული მანკიერი რეალობის შესაძლებლად. თუმცა ამ საზოგადოების მოთხოვნა სუდის უკეთესი შეცვლა იყო და არა უარესი. თუ შევადარებთ რევოლუციამდე არ შემდგარ სახელმწიფოს და დღევანდელ საქართველოს, დავინახავთ, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში 2003 წლის შემდეგ განხორციელებული ცვლილებები უმეტეს შემთხვევებში რევოლუციამდე პერიოდთან შედარებით უკან გადადგმულ დაბრძებს წარმოადგენს. გავიხსენოთ, რამდენ კვადრატულ კილომეტრ ტერიტორია
აკონტროლებდა ეგრეთ წოდებული არშემდგარი სახელმწიფოს ხელისუფლება 2004 წლამდე და რამდენს აკონტროლებს გამწკინებული საქართველოს გამარჯვებული ხელისუფლება დღეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი ხელისუფლების მმართველობის დროს საქართველოს დე-ფაქტო საზღვარი 20%, ანუ 1/5 შემცირდა. გავიხსენოთ, გაეროს წევრ რამდენ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული საქართველოს რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 7 წლის წინ და რამდენმა აღიარა ისინი ევროპელი ხელისუფლების მმართველობისას. გავიხსენოთ, ოკუპირებული გალის რაიონისა და შიდა ქართლის 100,000-ზე მეტ ეთნიკურ ქართველს ქართველებად დარჩენის შანსი როდის უფრო გააჩნდა 2004 წლამდე თუ 2011 წელს. ამ ქართველების გარუსების, გააფხაზების თუ გაოსების პერსპექტივა და ამისათვის საუკეთესო პირობების შექმნა არ შემდგარი სახელმწიფოს ხელისუფლების დამსახურებაა თუ გამწკინებული საქართველოს გამარჯვებული ხელისუფლებისა. გავიხსენოთ, რუსეთის რამდენი სამხედრო ბაზა იყო საქართველოში, საქართველოს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში არ შემდგარი სახელმწიფოს ხელისუფლების დროს და რამდენია დღეს გამწკინებული საქართველოს გამარჯვებული ხელისუფლების მმართველობისას. საქართველოს ტერიტორიიდან რევოლუციამდე ოფიციალურად გასული რუსული სამხედრო ბაზები რატომ დაბრუნდნენ უკან რევოლუციური ხელისუფლების პირობებში და რატომაა დღეს ისინი განთავსებული ოფიციალურად ცხინვალსა და გუდაუთაში? ან რატომ შეიძლება რუსული სამხედრო საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, რომელზეც 2004 წლამდე საუბარიც კი წარმოუდგენელი იყო? გავიხსენოთ, რამდენად ადვილად და რეალურად არსებობდა ქართული მოსახლეობის ადამიანური კავშირები 20 და აფხაზი ეროვნების მოქალაქეებთან ერთგვარისა და სულიდის ბაზრობების, ეგრეთ წოდებული კონტრაბანდის ბუდეების საშუალებით თუ სხვა მექანიზმებით 2004 წლამდე და რამდენად განვითარდა თუ საერთოდ შეწყდა ასეთი კავშირები რევოლუციური ხელისუფლების მმართველობისას. გავიხსენოთ, რამდენი დამოუკიდებელი ტელევიზია არსებობდა 2004 წლამდე და რამდენჯერ შემცირდა მათი რიცხვი გამწკინებული საქართველოს გამარჯვებული ხელისუფლების მმართველობისას. გავიხსენოთ, როდის უფრო მეტად გადავიდა არჩევნები 2003 წლის ნოემბერში არ შემდგარ სახელმწიფოში თუ 2008 და 2010 წლებში, როდის უფრო მეტი იყო წინასაარჩევნო მოქალაქეთა დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტები. გავიხსენოთ, ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან სახელმწიფოში პოლიციელთა ძალადობის შედეგად პოლიციის შენობებიდან განკუთვნებული 5 მოკვლული მოქალაქე უფრო მეტია თუ რევოლუციური ხელისუფლების მმართველობისას პოლიციელთა მიერ ქუჩაში ჩახოცილი 100 მოქალაქე. გავიხსენოთ, რამდენი პატიმარი იყო საქართველოს საპროფილეებში 2004 წელს და რამდენჯერ გაიზარდა მათი რიცხვი გამწკინებული საქართველოს გამარჯვებული ხელისუფლების მმართველობისას. გავიხსენოთ ისიც, როგორ დაიკავა საქართველოს 2010 წლის ბიჭუნს მსოფლიოში ლიდერთა შორის წამყვანი პოზიცია 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის მხრივ. როგორ გაიზარდა 7 წელიწადში პატიმართა რაოდენობა 5,000-დან 25,000-მდე. მათ შორის პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული რამდენი ადამიანი ყავდა საქართველოს 2004 წლამდე და რამდენი ყავს დღეს. გავიხსენოთ, სასამართლო 2004 წლამდე უფრო თავისუფალი იყო ამასრულებელი ხელისუფლების ზემოქმედებისგან თუ დღეს, როდესაც პრაქტიკულად აღარ არსებობს გამომაგრებელი გადაჭერები. გავიხსენოთ, 2004 წლამდე უფრო მეტი უმუშევარი იყო საქართველოს თუ დღეს რევოლუციური ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. ისიც გავიხსენოთ, რამდენიც გაიზარდა ბოლო 7 წელიწადში საქართველოსთან გაქცეული მოქალაქეების, ანუ ემიგრანტების რაოდენობა. გავიხსენოთ, როდის უფრო იყო დაცული მოქალაქის კერძო საკუთრება 2004 წლამდე თუ დღეს გამწკინებული საქართველოს რევოლუციური ხელისუფლების მმართველობის პირობებში. ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან სახელმწიფოში უფრო მეტი უსაფრთხო სოციალურად გაუცვლელი ევროპული და გადაგის ცხოვრობდა თუ დღეს ნომერ 1 რეფორმატორ საქართველოში და ისიც დავითვალოთ, რამდენჯერ გაიზარდა ფასები დღეს 2004 წელთან შედარებით. და ბოლოს გავიხსენოთ, როდის უფრო იყო განვითარებული ქართული მეცნიერება, განათლება, ხელოვნება, კულტურა, სპორტი, ბნელ ეპოქაში 2004 წლამდე თუ დღევანდელ ნაკლ და გამარჯვებულ საქართველოში.
ყველა ამ კითხვაზე პასუხი იმდენად გრძელი და მარტივია, რომ მათი მოსმენისა შეიძლება გაცმა იფიქროს, რომ ვინმე შევარდნაძის ეპოქას მისდევს. თუმცა ნებისმიერი ობიექტური და საქმეში ჩახედული ადამიანი 2013 წლის რევოლუციისათვის მისი დამოკიდებულების მიუხედავად უპორმატოდ დაასრულის, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ახალმა ხელისუფლებამ დიდი ნაბიჯები გადადგა უკან. ამით ის ჩალაგებული დააჩა საზოგადოების გლუქონი ნაწილი, რომელიც მიეწადა 2013 წლის ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუციას და დიდი მედებს აღმარებდა მასზე. ზემოთ ჩამოთვლილი წარმატებულების საპირისპიროდ ხელისუფლების მებრძოლები აფერებენ იმაზე, რომ 2012 წელს შედარებით დღევანდელ საქართველოში დამნაშავეობის და გამოყენებისა და ბინების კულტურის დონეები შემცირებულია და საზოგადოებაში ფუძული სამყარო დაბრუნება აღმოჩნდება. რომ ელექტროენერგია და განათლებული ბიუჯეტი და სამყარო განათლებული შენობები და მაღალი ხარისხის გზები 2012 წელს შედარებით ეს უფრო მეტია. კორუფცია დიდი დამარცხებულია, პოლიტიკურ ვერტიკალი და სახელმწიფო სტრუქტურები 2020 წელს შედარებით ევროპის საქართველოს უფრო ყარი და ეფექტურია. ის გამოც განსაკუთრების ამოღების სისტემა აქედან გამომდინარე სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო გამომდინარე და მოსაზრებელია. სახელმწიფო ვერტიკალისა და სახელმწიფო სტრუქტურების სიმყარე და განსაკუთრების ამოღების სიმყარე მხოლოდ მაშინ ემსახურება სიკეთეს, თუ იგი დამოკიდებულია სამართლიანობაზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ხელისუფლება დამყარებულია მხოლოდ ძალმორევაზე და უსამართლობაზე, სახელმწიფო სტრუქტურების სიმყარე და სიძლიერე მხოლოდ ბოლომების ძალას ემსახურება. ფაშისტური გერმანიის, კომუნისტური რუსეთის, მაოდერული ჩინეთის, არამედროვე კუბის, ჩრდილოეთ კორეის, რუსეთისა და ლიბიის ძალიან ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები, სახელმწიფო ვერტიკალების გადასახადების ამოღების მოსაზრებული სისტემა არავის მირაცხია სიკეთის წყარო, მაგრამ ასეთი სიმყარე ევროპის სიკეთეს და აზრიერებს ბოლოებას. ამასთან კორუფცია ან ფუძული სამყაროს წესების საქართველოში რეალურად კი არა აღმოფხვრილა, არამედ მათმოწმ ტრანსფორმაცია განიცადა და ფაქტობრივად ლეგალური საკითხი იყო. მასობრივი კორუფცია, ელიტარული კორუფცია შეცვალა, პოლიტიკარული ფუნდები სახელმწიფო მოხელეებმა ჩაანაცვლეს და დღეს ლეგიტიმურად მოხელეებენ მათგან. საზოგადოება ობიექტურად და შეაფასოს მდგომარეობა და პასუხი გაცდის თავად იყოს. ხელისუფლების მიერ მიღებული ზემოთ ჩამოთვლილი რეალური ვირტუალური წარმატებები გადაწყვეტის, თუ ის უზარმაზარი წარმატებები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ერთ-ერთ მიზეზს აღნიშნა განაცხადა. ყველაფერზე რაც ჩვენი ბუნების მართლობის პერიოდში მოხდა საქართველოში, მართული კი არა. აგიბუნტებ ბიჭებს იცოდა. სიტყვა პასუხისმგებლობა მოიცავს მორალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ ასპექტებს. ამ ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობა კარგად ჩანს მისი ქცევიდან, დამარცხებული ომის, დაკარგული ტერიტორიების, დაღუპული და პოლიტიკურად მოქცეული მოსახლეობის და მისი მიზეზით დაწესებული სხვა მრავალგვარი შემთხვევები. სამართლებრივი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინელოდება და ეს მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოში დამკვიდრდება თავისუფალი, მიუღებელი და ობიექტური სასამართლო. ამის შემდეგ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროპელი ხელისუფლების წარმომადგენლება სასწრაფო პოლიტიკის სამართლის დანაშაულთა კატეგორიას მიკუთვნებული ქმედებებისათვის და სამართლიან დამარცხებულებად ეს ქმედებები უნდა განსაზღვროს მხოლოდ სამართლებრივი ფუნქციით. რათა მომავალი სასამართლო არ დაემსგავსოს ხელოვნებას და პირადი ანგარებული პოლიტიკური მოტივებით არ მოხდეს ბრალდებულთა გასამართლება. ეს იქნება მომავალში, როდესაც ყველას მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის. დღეს კი საზოგადოების დიდი ნაწილი აკეთებს სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს იმ ქმედებებისთვის, რომელიც მისი მმართველობის შვიდწლიან პერიოდშია ჩატანილი. დამარცხებულებას მოუტანა სიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური შედეგები. ხელისუფლება საკუთარი მმართველობის შედეგებით მყოფილია და მიაჩნია, რომ მისი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის არხი ქვეყნის მოდერნიზაციაა. ამიტომაც ურჩევენ ხელისუფლების ლიდერები ოპოზიციას მოდერნიზაციის დროზე გადმოსვლას, ხოლო ამასთან წინააღმდეგება მათ შეუგანცხადებს და არაკომპეტენტურებს უზრუნველყოფს. გავიხსენოთ უბრალოდების ერთ-ერთი ლიდერის ცნობილი თეზა იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი შეუგანცხადია, ხოლო მეორე ნაწილი არაკომპეტენტურია. სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ბოლო წლების ერთ-ერთი მართლაც მოხდა ქვეყნის მოდერნიზაცია.
მოდერნიზაცია. მაგრამ საინტერესოა, მისი მოდერნიზაცია მოახდინა, ანუ რა გაანადგურა ხელისუფლება თავისი მმართველობის არც განმავლობელ პერიოდში. საკუთარ ესება მხოლოდ მმართველობის ბოლშევიკური ფორმებისა და მეთოდების მოდერნიზაცია. ბოლშევიკური ხელისუფლება არ ყოფილა იყო საქართველოს ყოველი შემთხვევის და პიროვნების არარაობის პრინციპზე. როდესაც ყველაფრის წარმომადგენელი ყოვლის წოდე და ყოვლის შემთხვევა იყო მმართველი პარტია. როდესაც ყველაზე უმარტივი საბჭოთა სასამართლო წყალებში წინაშე შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო პიროვნების გამარჯვება. როდესაც ხელისუფლების ყველა ოპონენტი იმპერიალიზმის აგენტის იარაღის იმსახურებდა. როდესაც ხელისუფლება ტოტალურად ერეოდა ადამიანის ფორმის ყველა სფეროში. დღეს მოდერნიზებულ ბოლშევიკურ საქართველოში მმართველი პარტია ყოველთვის მართალია. მის ისტორიულ გადაწყვეტილებებს და დაანახებებსაც კი მხოლოდ ძლიერი გამარჯვებებისკენ მიუყვება. დღეს მოდერნიზებულ ბოლშევიკურ საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს მოწოდებული პარტიული აქტივის კრებაზე მის უმეტეს პრეზიდენტი ყოველ მესამე წინადადების შემდეგ უხარეს ხანგრძლივი ტაჯიკი ისევე აწყვეტინებენ ისტორიულ გამოსვლას, როგორც შეცდებოდა კომპარტიის ეკასტრელობებსა და პლენუმებზე. ჟურნალისტების დაწვით 1 საათიანი გამოსვლისას თურმე წაში 23-ზე დაუბრუნდა. დღეს მოდერნიზებულ ბოლშევიკურ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო სახელმწიფო ხალხის ქონების მიტაცება ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სოციალური განათლების ლოზუნგით ხდებოდა ექსპროპრიაცია და მასობრივი გამკულება. დღეს მოდერნიზებული ბოლშევიკური საქართველოს სასამართლო სისტემა ისეთივე სწრაფ და ეფექტურ განათლებას აფუძნებს, როგორც ხდებოდა 1920 წელს, როდესაც პროექტების სწრაფად გამოყენება განაჩენები ისე, რომ სახელმწიფო სასწავლებელი იწოვებოდა და ბრალდებულების უწყვეტად აღიარებდა ინჟინერიის ჩატარებას. ამ სფეროში მოდერნიზაცია მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა ეგრეთ წოდებული საფრთხის შეგრძნებები კამათზე არ მოხდებოდა. თანამედროვე ბოლშევიკურ საქართველოში კი საკუთარი თავისუფლება ოფიციალურად უნდა გამოიწვიოს პატიმარმა თანამედროვე გაზეთების და დიდი ფულადის აქტის გადახდით. ამ შემთხვევაში ფულარა მნიშვნელობა ართლა დააშავეს დანაშაულ იმბრალებთან სხვადასხვა. განსხვავებით ბოლშევიკური საბჭოთა კავშირისაგან, დღევანდელი მოდერნიზებული ბოლშევიკური საქართველოს მმართველებს აღარ გააჩნიათ ის საჭიროება, რომ ყოველი მეორე მოქალაქე პოლიციისა და უშიშროების აგენტი იყოს, რადგან ამ ფუნქციას დაკავებით ასრულებენ თანამედროვე მოდერნიზებული ტექნიკური მიღწევების მთავრული აუდიო-მოსმენებისა და ვიდეო პარადის საფეხი. დღევანდელ საქართველოში ისევე როგორც ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში, მოქალაქეები შიშით და ჭურჭლით საუბრობენ პოლიტიკურ და პირადულ საკითხებზეც კი გადაგვეცია, რომ ხელისუფლებას სურვები და პლანები აქვს. დღევანდელ საქართველოში ისევე როგორც ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში, სახელმწიფო დაწესებულებებში და სხვა სამსახურებში მხოლოდ პოლიტიკურად სამართლო და ლოიალური ადამიანები არიან დასაქმებული და მათი შერჩევა ნებისმიერ თანამდებობაზე ხდება სწორედ ამ ნიშნით და არა კომპეტენციისა თუ გამოცდილების საფუძველზე. დღევანდელ ბოლშევიკურ საქართველოში არჩევნები ისეთივე ფორმალობაა წინასწარმეტყველების შედეგები, როგორც იყო ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში. ამ სფეროში მოდერნიზაციის მიღწევა მხოლოდ ისაა, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას აძლევენ, ყველაზე გასაგები და ყველაზე მდიდრები, ყველაზე შეურაცხყოფილები, შეურაცხყოფილები პატიმრები და მათი ამბობლები. ისეთის ძალადობისა და მოსტების მოდერნიზებული მეთოდებია. მემარცხენეობა გაუწევს საუკუნის დასაწყისში მიმდინარე გააფრებული ბრძოლა ილია ჭავჭავაძისა და სხვა ეროვნული მოღვაწეების წინააღმდეგ, როდესაც ქართულ საზოგადოებაში მოდაში შემოსული კომუნისტური მოძღვრების მიმდევარი რევოლუციონერები ილიასა და მის მიმდევრებს ჩამორჩენილებს ედასდნენ და ასევე მოუწოდებდნენ მოდერნიზაციის პროცესის განმავლობისაკენ. ილია მორალურად და ფიზიკურად და სპორტულად და შემდეგ მოგილეს მოდერნიზაციის მოდის აპოლიტ ხელისუფლებაში მოძრაობა ბოლშევიკებმა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი ისტორიამ ჩაარეცხა, ხოლო ილიას იდეები დღესაც ცოცხალია და ასე იქნება თუნდაც გარკვეული მარანის მასწავლებლობის წინააღმდეგ. მართალია დღევანდელი საქართველოს მოდერნიზებული და მედროვე ბოლშევიკი მმართველების ცდილობენ ჩარეცხილებას გამოაცხადონ არადები მასწავლებლობები და ორიენტირებული ქართული ინტელიგენციის მიღწეული წარმომადგენლები, მაგრამ ისინი აუცილებლად ჩაირეცხებიან ისტორიის მიერ. მაგრამ მანამდე რამდენადაც იგოგინებენ საქართველოში და რამდენადაც მოუწევს
იჯება დასრულების აქტის პარლამენტის პროგრამაზე. საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე დავალება. იჯება დასრულების აქტის პროგრამაზე ან უბრალოდ დასრულების აქტზე. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოფენება. იჯება დასრულების აქტის პროგრამაზე თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების გამოსილების სამსახურებზე. სამსახურების გამორჩენების და სანქციასთან გამოსილების შეიძლება დასრულების აქტის პროგრამაზე. უკარან ძალადობა საბადოების გამორჩენების და სანქციასთან გამოსილების საკავშირები. იჯება დასრულების აქტის პროგრამაზე. მე ამაჩამო ბოლომდე უფლებს რომელიც შეიძლება რომელსაც ძალიან დიდ აიგავ მე უბრალოდ აქ დავამატებ მხოლოდ იმას რომ ვიღებს სააკაშვილის მიმართ კრიმინალები ყველა დაკავებული ის გვევლინება რამ ორგანიზატორად ამ კანკერებლად და ამ დამხმარად ხოლო საქართველოს საბჭოთა კოდექსის მიხედვით ორგანიზატორია ის ვინც უარყოფს დანაშაულის ჩადენა ანგარიშვალებულთა მის განხორციელებას აგრეთვე ის ვინც შექმნა ორგანიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელობდა მას კანკერებელია ის ვინც დაიბოლია პაპიერი განხორციელების დანაშაულის ჩადენა და დამხმარეა ის ვინც ხელს შეუწყო დანაშაულის ჩადენა ამ ყველაფერში გამოსპარო იმდენი მისწრებლებები არსებობს რომ ნებისმიერ ობიექტს და მიუხედავად განსაკუთრებულ პროკურორს არ გამოუჩნდება ის დამტკიცება და მომავალში ჩვენ ამას აუცილებლად ვიღებთ. გასაერთოდ რეგისტრის გასაკუთრებით და მოუწოდო ყველა აქვს და ყველა არ აქვს. ვინც იზიარებს იმას რაც გასაერთოდ არ მისაუბრებს. არ არის დრო იმისა რომ ერთმანეთის მიმართ იყოს გაუწყლებელი შეტევები განხორციელებული და გაუწყლებელი პრობლემები. არის დრო იმისა რომ ეს შეტევები განხორციელებული იყოს თავარი ბოროტების ინფორმაციის წინააღმდეგ ოფისის შესაძლებლად ჩვენ ამ გაუწყლებით და რომელიც ყველა ძალის სამიზნე უნდა იყოს. ჩემთვის როგორც სამწუხარი Sahabu Kremis, Ahalagur, Tis,
ჩვენი თაობა აქტიური დაუმოყრებოა, რომ ჩვენ დავუკვირდით უსამართლობასა და უკანასკნელობაზე, რომელიც გამეფებულია ეს საქართველოში. Ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც ის არის, რომ საქართველოში სიკეთეა გადაწყვეტილი,
ვფიქრობ, რა არის საქართველოსთვის ეს თავი მეთოდებები ასაკული. პირველი, გონება დაკარგული პოლიტიკა, მეორე, ხისტება დაკარგული ხალხი, მესამე, ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარეთ განადება, სამეურნეო პოლიტიკოსი, რომელიც გაიგებს მიიღებს, რომელიც შეუძლია დაიგოს ქვეყნის გარეთ ქვეყნის შიგნით. ეს ოთხი ტრაგედია შეგვიძლია მირადად, ეს მისაწვდის უმძიმესი ტრაგედიაა საქართველოსთვის. საქართველოში, როდესაც გაიმარჯვა ემოცია გონებაზე და გონება დაიკარგა პოლიტიკაში, ყველა გადაწყვეტილება მიღებული ემოცი სწორედ ამან მოიტანეს უბედურება. რება
მე ვიდა ძალიან გვიწევა აი როდესაც ვამბობ იმას რა მინდა მე ვამბობ იგი ქართული რა მინდა კონტუს გადაიჭრა მე ვიდა რომ პოლიტიკაში გონება დაგუდეს მე ვიდა რომ ისება იყოს მე ვიდა რომ ფაქტად აღწევდეს განსხვავება რომ ფაქტად გამოიკვეთა და მე ვიდა რომ პოლიტიკოსები არ მიგინებოდეს ეს არის ყველა მნიშვნელობა არ მიგინებოდეს გარიგება პოლიტიკოსები რომელიც ხელისუფლებას დააყენებდა მას ხალხი არ აღწია პოლიტიკოსები რომელიც პარლამენტში და მოიწვია პრეზიდენტის შეურას ყოფილი გამოდგა პარლამენტის deputat-ი ეროვნულ სასამართლოს დაუწყო იარაღონია რომელიც პოლიტიკოსია პარლამენტის პარლამენტი მოწერა იმას რომელიც არის მონა პარლამენტი პრეზიდენტის მონა პარლამენტი ვინ დაწყო საქართველოს არ გიდება პარლამენტი საქართველოს გიდება ისეთი დამოუკიდებელი პარლამენტი რა არის შემდგომი კრება კრებაზე არის განახლებული ეროვნული მოძრაობა კრებაზე არის ის მექანიზმი რომელსაც დაამთავრა საქართველოში უზეო პოლიტიკოსთა გარკვეში კრებაზე არის ხალხის ზეობრები აპობიდელების და პოლიტიკოსების ერთობა სწორედ აი ასეთი ერთობა შეუძლია დიდი სასწაულის მოქმედებას საქართველოში ჩვენ დაგვაქვს ისეთი მოქმედების სასწაული და დასრულებული ვარ ქალბატონი ნონა აფრიკაშვილი ეს ისეთი ადამიანები რომლის საკუთარი გამარჯვებას არის გაკავშირებული ეს აიცა სინგაპურიდან რომელსაც თავად ხრება საბჭო სამეთაურებული ვარ მას დიდი ხალხი მეშვედება დავიწყოთ ისება და მეშვედება ვაშკაცებს შეუძლია ეს ისევ ადამიანებს შეუძლია ეს აი ასე ძიმეჯა გაბედულა და ისკერად იმოქმედო უშიშრობა უგანატობა უმჭიდრობა და საკითხებად ერთად აი ასე ერთობა გაუმართლებს და გაუმართლებს კრებას რომელიც საქართველოს ისმად იქადეს და ამთავრებს ნაციონალური მოგონის პარტიის იგი მადლობა და Sina uçakta atma verilmez. Çamurlarda sahal kurabilir. Şefi Sultan Aslı'yla yolu fizik dadırmadan rest kazanmayın ve ayaklanabilir. Bir oldu. Şefi Sultan Aslı'yla yolu
კონსოლიდაციის და ფერმერმა უნდა ისწავლოს კონსოლიდაცია ევროპის ქვეყნებში ხომა. ამით ვინმეს კი არ უგავარდეს. ამით ერთ საქართველოს უგავარდეს ქვეყნებში. ეს შეიძლება შეგვიძლია ეხლა მინდა სიტყვა გადავწერ სახელმწიფოების სპირტის კოორდინატორ სანდრო გონაძეს. Ahmed Shahidul Alam Tawari
მაგრამ შეგვიძლია იმიტომ სიტყვა მოვიოდა იმის შემდეგ მინდა რომ
სიტუაცია რომელიც ეხლა საქართველოს დუქს დაგადაწყდა. ჩვენ ადმინისტრაციების პარლამენტი.
From Carmen County,
I'm